მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე, დაგიბრუნდით ახალი სამოტივაციო ვლოგით და გავატაროთ დღე ერთად. ბოლო 2 დღე საშინელი სიცხეები იყო გუშინ და გუშინ წინ ზუსტად 40 გრადუსი იყო დაფიქსირებული. იმ დონეზე ცხელოდა, რომ გარეთ ასფალტიც კიდადნა და როგორც გავიგე ბერლინში რამოდენიმე ნაგვის ურნაც ჩამოდნა, რომელიც გარეთ იდგა. მოკლედ 2 დღე იყო საშინელი სიცხე, ხოლო დღეს არის 20 გრადუსი. გარეთ საკმაოდ ცივა, გრილა, ქარია, მე მცხელა. როგორც ყოველთვის, მე სულ მცხელა. მოკლედ ხვალ არავინ იცის როგორი ამინდი იქნება, ჩემი აზრით არ არის ნორმალური, როცა ერთი დღე 40 გრადუსია და მეორე დღეს უცებ იკლებს ასე ტემპერატურას, მაგრამ ის მახარებს, რომ ეს სიცხეები დიდხანს არ გრძელდება. მთელი ზაფხულის მანძილზე შეიძლება გერმანიაში ასეთი ცხელი დღეები სულ 10 ან 12 იყოს. როგორც უკვე აღნიშნე, არავინ იცის ხვალ როგორი ამინდი გველოდება და გადავწყვიტე რახან დღეს კარგი ამინდი იყო, გრილოდა, დამელაგებინა ჩემი მისაღები ოთახი კარგად, მინდა გავწმინდო ფანჯრები, გავრეცხო ფარდები, მოკლედ ვატარებ გენერალურ დალაგებას, ასე ვაკეთებ ხოლმე ზაფხულშიც, ზამთარშიც, მოკლედ წელიწადში რამოდენიმეჯერ კარგად გენერალურად ვალაგებ ყველა ოთახს ნელ-ნელა, ამჯერად ისე კარგად არ გამომდის, რადგან ჯანმრთელობაც არ მიწყობს ხელს, ძლივს მართლაც რომ ძლივს რაღაცებს ვაკეთებ, ამიტომ როგორც შემიძლია ისე დავალაგებ. მინდა გავწმინდო ფანჯრები, ასევე გავრეცხო ფარდები და სხვათა შორის ადრე უფრო ხშირად ვრეცხავდი ფარდებს, ახლა რომ მივხვდი, ერთი თვეა რაც ფარდები არ გამირეცხია და ასე მეგონა, რომ მისაღებ ოთახში მოკლედ ეს მტვერი კიდია. ფარდა კი არა, დიდი მტვერი კიდია. მოკლედ მოხსენი ფარდები ახლა ირეცხება 20 წუთიან პროგრამაზე და სანამ 20 წუთში გაირეცხება ჩემი ფარდები, მე დავწმენდავ ფანჯრებს და შემდეგ მოვიტან სველ ფარდებს. ფარდებს ვკიდებ სველს და შემდეგ ზედვე შრება, ასევე სწორდება, აღარ სჭირდება დაუთოვება და უფრო კარგი სარეცხის ფხვნილის სუნი დგას მთელ ოთახში. მოკლედ ძალიან მიყვარს, როცა ახალი გარეცხილი ფარდის სუნი დგას საერთოდ ოთახში. ასევე გავწმინდე ფანჯარაზე არსებული რკინის ჟალუზები. სიმართლე გითხრათ, მეზეზღება ეს ჟალუზები, რადგან პირველი მტვრის ბუდეა და ყოველ ჯერზე საშინელი მტვერი ადევს, ზაფხულობით ვხსნი ხოლმე ამ ჟალუზებს მთლიანად, მიმაქვს სააბაზანოში და ვანაში ვრეცხავ კარგად დუშით, ამჯერად არ მოვხსენი, რადგან სერგო არ იყო სახლში და მე მარტო ნამდვილად ვერ გავუმკლავდებოდი ამ ხელა ჟალუზებს, ამიტომ უბრალოდ სველი ტილოთი გავწმინდე. სანამ მე ფანჯრები გავწმინდე, გაირეცხა ფარდებიც, მოვიტანე და ახლა დავკიდავ, შემდეგ თავის ადგილზე დავაბრუნებ ყვავილებს და გავწმინდავ ყველგან სველი ტილოთი. ასე გენერალური დალაგება მქონდა უკვე ჩატარებული ბავშვების ოთახებში, ასევე სამზარეულოშიც 2 დღის უკან დავალაგე. დამრჩა მხოლოდ სააბაზანო და ჩემი საძინებელი. პატარას ველოდები აგვისტოში და ვფიქრობ, რომ დროა უკვე საძინებელი მოვამზადო პატარასთვისაც და შემდეგი ვიდეო ალბათ იქნება ჩემი საძინებლის
გენერალური დალაგება და ასევე მოვამზადებ უკვე პატარისთვისაც ამ ოთახს, ასე რომ თუ გაინტერესებთ, არ გამოტოვოთ შემდეგი ვლოგიც. დღეს მაქვს სველი დასუფთავება, როგორც ხედავთ, მოვიტანე პატარა ვედრო წყლით, სადაც არის გახსნილი სარეცხი საშუალება, სულ ცოტა დავუმატე და ვწმენდა ვტექსტილს, სკამებს და დივანს. არ იყო კარგად გასაწმენდი, ამიტომ უბრალოდ ზემოდან მტვერს ვიღებ, როგორც იტყვიან სველი, კარგად გაწყრული ტილოთი. ხშირ-ხშირად ვრეცხავ ტილოს, არ ვიცი რატო. ძალიან მიყვარს ხშირად ტილოს გარეცხვა, როცა ვალაგებ და არ ვიცი, ახლა მონტაჟის დროს ალბათ 2000 კადრი ამოვჭერი, სადაც წარა-მარა ვრეცხავ ტილოს. როგორც ხედავთ, ახლაც მოკლედ არ ვიცი რატო, მაგრამ ასე ვარ მიჩვეული და სულ ხშირ-ხშირად უნდა გავრეცხო ჩემი ტილო. ავიღე კარგად დივანზეც მტვერი და მოვიტანე შემდეგ ახალი წყალი, სადაც ჩავასხი ცოტა გლიცერინი. გლიცერინიანი წყლით ვიღებ ავეჯზე შემდეგ მტვერს და როგორც გავიგე, მტვერი შემდეგ ძალიან ნაკლებად ჯდება, ამიტომ ამ ხრიგსაც ვცდი. ჩემი რამით ისედაც ყველაფერი ვცადე, რასაც ინტერნეტ სივრცეში ამბობენ და რასაც აქებენ ტურის საწინააღმდეგოდ, მოკლედ ახლა გლიცერინის დროა და ვნახოთ აბა გლიცერინი რას იზავს. ყოველდღიურად ვიღებ მტვერს, განსაკუთრებით ახლა როცა სახლში ვარ და მაინც ყოველდღიურად ტონა-ნახევარი მტვერი მხვდება ყველგან, ასე რომ აღარ ვიცი რითი გავუმკლავდე. მოკლედ გადავწყვიტე, რომ გამერეცხა ჩემი ხალიჩა და ეს ხალიჩა ირეცხება სარეცხის მანქანაში, არის ძალიან კომფორტული ამის გამო, რომ გაირეცხება, ავიტან მაღლა ჭერში დავფენ და რამოდენიმე დღეში გაშრება ჩამოვიტან და იქნება სუფთა ხალიჩა ჩემს მისაღებ ოთახში. დღეს რა თქმა უნდა უფრო ძირფესვიანად ვიღებ მტვერს, აქამდე ყოველდღიურად თუ მხოლოდ ზემოდან ვიღებდი, ახლა კარებებსაც და მთლიანად ავეჯს ვწმენდა მსველი ტილოთი, როგორც ხედავთ, იქ კუთხეში ბავშვის ეტლიდევს, ასევე სარბენი ბილიკიც აქეთ გადმოვიტანეთ და იმ ადგილას იყო აკვარიუმი გადმოვიდა მეორე მხარეს. მოკლედ სანამ პატარა დაიბადება, ეს ეტლის ყუთი იქნება მანდ, ხოლო დაბადების შემდეგ, როცა პირველად გავიყვან გარეთ ეტლით, ეტლს სახლში აღარ ამოვიტან და დავტოვებ დაბლა. ჩვენთან სადარბაზოში არის სპეციალური სარდაფი, სადაც ველოსიპედებს და სკუტერებს და რაღაცეებს დგავენ. უფლება მაქვს, რომ მანდ დავდო ბავშვის ეტლი, ასე რომ ცოტა ხანში ეს ეტლიც აღარ იქნება მანდ და იქნება სადარბაზოში. გავწმინდი ასევე ჭაღიც, სიმართლე გითხრათ, ცოტა ეჭვმეპარებოდა, რომ შევძლებდი გაწმენდვას, რადგან როგორც ხედავთ, პატარა სკამი მაქვს, დიდ სკამზე ვერ გავრისკე დადგომა და მოკლედ შევძელი. ძალიან გამიხარდა, ასევე გავწმინდე კარები, შემდეგ გავამტვერსა სრუტე ბარემ კადრს მიღმა ყველგან და გავწმინდე იატაკიც. I wish I could tell you that I want you here with me, but you'll never love me like the way we used to be. Too far from Saturn, lost in the
Palms are sweaty, knees unsteady. I can't see my head on straight. Heart is heavy, wasn't ready. Don't think I can see your face. Now we're just friends. How long till that ends? It feels like forever away. Yeah, we're on, and we're on. It will never be enough. Now we're gone, and we're on our way. If I stay, if I go, it won't change this lonely road. So I guess I'll just have to wait for the feelings to fade. მოვამზადოთ ვახშამი ერთად და შემდეგ გავაგრძელებ ისევ მისაღები ოთახის დალაგებას. დღეს მინდა რომ მოვამზადო რაიმე სალათა, საზაფხულო, აქ მაქვს ბადრიჯანი, კარტოფილი, პაპრიკა, ბულგარული წიწაკა, ასევე ხახვი, პომიდორი და ნიორი. მინდა რომ ეს ბოსტნეული შევწვა აი ამ კონტაქტურ გრილში. სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია მაქვს ეს კონტაქტური გრილი და ვხმარობ მხოლოდ ბუტერბროდებისთვის, ამიტომ დღეს გადავწყვიტე რომ სალათა მოვამზადო. აქვს უამრავი ფუნქცია და ასევე მინდა რომ ამავე გრილში შევწვა ქათმის ფილე. ჩემი აზრით ძალიან გემრიელი და საზაფხულო უნდა გამოვიდეს. პირველ რიგში ჩავრთავ კონტაქტურ გრილს რომ გაცხელდეს. აქ მოჰყვება კიდევ სპეციალური დასადები, საიდანაც ცხიმი და ზედმეტი წყალი იღვრება. სიმართლე გითხრათ, გადავქიქე აქაურობა და ვერ ვიპოვე, არ მახსოვს სად დავდე, რადგან როგორც უკვე გითხარით, ვხმარობ მხოლოდ ბუტერბროდებისთვის. აქვე არის ფუნქციები, ეს არის ხორცი, ბურგერი, სოსისი, ბუტერბროდები, ანუ სენდვიჩი, თევზი, ქათამი, კრევეტები და ზღვის პროდუქტი, ასევე ბეკონი, კარტოფილი, ბულგარული წიწაკა, ბადრიჯანი, პომიდორი და ასე შემდეგ. უბრალოდ გაცხელებაც შეიძლება. ჯერ პირველ რიგში მოვამზადებ ალბათ კარტოფილს, რადგან კარტოფილი გაშავდება და ასევე გამოვიყენებ გამოსაცხობ ქაღალდს, რადგან არ მინდა რომ მალე დაისვაროს და ამდენი რამე როცა მაქვს შესაძლოა, ვფიქრობ რომ კარგი იქნება თუ გამოვიყენებ გამოსაცხობ ქაღალდს. ასევე აქვს ფუნქცია გაყინული პროდუქტისთვის და უბრალოდ გაცხელებისთვის, მოკლედ უბრალოდ რომ გააცხელოს. გამოსაცხობი ქაღალდის გამოყენება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რადგან მას შემდეგ რაც ყველაფერი მომზადდა, გრილი არ გამიწმენდია, უბრალოდ მოვხსენი ქაღალდი და გადავაგდე. თქვენც თუ გააქვთ ასეთი გრილი და საერთოდ ტოსტერშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ უბრალოდ გამოსაცხობი ქაღალდი, ასე უფრო შეინარჩუნებთ თვითონ გრილის ზედაპირს, ხშირად აღარ იქნება გასაწმენდი, მოკლედ კარგი გადაწყვეტილება, უბრალოდ ცოტა გამიძნელდა, რადგან თვითონ ქაღალდის სრიალებს დააჩემს გრილსაც ოდნავ დაწვენილი ზედაპირი აქვს, მაგრამ მაინც კარგად გავართვი თავი. რაც შეეხება ბოსტნეულს, გრილში გამოვაცხე მხოლოდ კარტოფილი, ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკა, ხოლო დანარჩენი პომიდორი, ხახვი, მწვანილი და ნიორი დავჭერი, მოვათავსე ჯამში, შემდეგ გამომცხვარი გრილში ბოსტნეული ოდნავ შევაგრილე ცალკე თევზზე და აქ შევურიე ერთმანეთს. ბოსტნეული გრილში თავისივე პროგრამით თითო ჯერზე მომზადდა 5 წუთი, ხოლო ქათამს დასჭირდა სადღაც 6-6.5 წუთი.
აქ მაქვს 700 გრამი ქათმის ფილე, საკმაოდ მოზრდილი ფილეებია, ამიტომ გავჭერი შუაზე, შემდეგ დავკეპე ჩაქუჩით და მოვაყარე ზემოდან პილპილი და მარილი. მოკლედ ცოტა დავამარინადე სავით, მანამ სანამ დანარჩენი ბოსტნეული ცხვება გრილში. ესეც შემწვარი ბადრიჯანი, ასე შეიბრაծა ბულგარული წიწაკა და ქათამიც მზად არის. მზა ბადრიჯანი გავჭერი კიდევ შუაზე და დავუმატე სალათას, ასევე ბულგარულ წიწაკას მოვხსენი ზემოდან კანი და ისე ჩავაჭერი, შემდეგ დავუმატე სეზამის მარცვლები, ასევე სულ ცოტა ზეთი, კარგად ამოვურია, რა თქმა უნდა, მარილი და პილპილი გემოვნებით, ასევე დავუმატე 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი, ზეთიც, კარგად ამოვურია და უგემრიელესი სალათა გამოვიდა. მართლა არ მეგონა რომ ასეთი გემრიელი გამოვიდოდა, პირველად მოვამზადე და აწი უკვე ალბათ მთელი ზაფხული მოვამზადებ ამ სალათას, არ არის კალორიული, დავასერვირე თეფშებზე, ასევე წიწიბურა მოვხარშე კადრს მიღმა და ვინც ახლა ჩვენთან ერთად მიირთმევს, გემრიელად! ბახშმის შემდეგ ვალაგებ ისევ მისაღებ ოთახს, დამრჩა მხოლოდ ეს ვიტრინა დასალაგებელი, აქ სიმართლე გითხრათ ჭურჭელი არ დევს სილამაზისთვის, აქ დევს ჭურჭელი, რომელიც არ ვიცი სად ჩავდო. ზედმეტი ჭიქები და უпростորად მხოლოდ ჭიქებია აქ. ასევე ლარნაკები და ასე შემდეგ, უბრალოდ ვცდილობ რომ ცოტა ლამაზად შევაწყო, რომ თვალს უხაროდეს და ძალიან გამოღიზიანებლად არ ჩანდეს. ასევე მაქვს დამატებული რამოდენიმე ლამაზი ფიგურაც, როგორც უკვე გითხარით, მხოლოდ იმის გამო, რომ ლამაზად ჩანდეს, აქ მიდევს ჭიქები, ბაკლები, ჩაის ჭიქები, ყავის ჭიქები და ასე შემდეგ. მოკლედ ის ჭურჭელი, რომელსაც ყოველდღიურად არ ვხმარობთ და არ დევს სამზარეულოში. აქ სრულდება ჩემი დღევანდელი გენერალური დასუფთავება მისაღები ოთახის, ასევე ჩემი დღევანდელი ვიდეოც სრულდება აქ. უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე. დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. მომავალ შეხვედრამდე!